თბილისში მიმდინარე პროცესის პარალელურად კილტოთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ხონის რაიონის სამხედრო დასახლებას სტუმრობდა. მორიგის შემოვლა მიზნად გასული წლის ზაფხულში დასრულებული სარემონტო სამუშაოების დათვალიერებასა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან ანგარიშის ჩაბარებას ისახავდა. ვიზიტის შესახებ არაინფორმირებული დევნილები საყუდურებს არ იშურებდნენ და პრობლემებზეც საუბრობდნენ. ხონის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დედაქალაქიდან საგანგებოდ ჩამოსულ ტოლულთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს ტირილითა და საყვედურებით ელოდნენ. ძუხები არა, საქონელი არა, საჭკელი არა, სასმელი არა. რისთვის? შეიკითხა მეზობლებზე იატყვია, თუ წყულია. წყულია. ასე ვართ, ისევ ცხოვრობთ, რაც მევედი რაინ გვაქვს, ჩვენ რა გვაქვს, ვითხარი. აგერთ მათხოვრად, ხან იმასთან მივლიენ, ხან იმასთან მივლიენ, ასე მათხოვრად ვარ, შვილო, მათხოვრად. მინისტრის მოლოდინში მაესტროს ობიექტივში დაფიქსირებული დაძაბული სიტუაციის განმოხტვა ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებმა კობა სუბელიანის დევნილებისგან გარიდებით მოახერხეს და შედარებით მშვიდ კორპუსში გადაიყვანეს. ვიზიტის შესახებ არაინფორმირებული მოსახლეობა მინისტრს საკუთარ ოჯახებში დაბნეული ხვდებოდა. კობა სუბელიანი სამხედრო დასახლების კორპუსში 2 წლის განმავლობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს პირადად ამოწმებდა. ეზოში შეკრებილი დევნილები კი შეხვედრასა და საუბარს ითხოვდნენ. ორი თვეა, ეს ამბავი წამოწეული მაქვს რომელმა ერთმა ეხლა მარტო მქონდა წყალი, მეტი სხვა აზრი არა აქვს. 10 წუთის წინ შეიძლება გაგვაფრთხილა კატეგორიულად. წყალზე შუქს თიშავთ. პირადული კი არ არის, საერთო ამბავი, პირველად საერთო ამბავი განვიხილოთ და ყველასთვის რო არის და მე ერთეულებს თუ პირადული გინდათ, მე დაუსვით მე ეს. დაპირებულ შეხვედრასა და მინისტრისთვის საკუთარი გასაჭირის თქმას ხონის გამგეობის წარმომადგენლები ოსტატურად არიდებდნენ ტოლულთა და განსახლების მინისტრს, რომელიც მორიგის შემოვლისას კმაყოფილებას ვერ ფარავდა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების კეთილმოწყობილი კორპუსების დათვალიერების შემდეგ. ხონის სამხედრო დასახლება იყო წლების მანძილზე გაურემონტებელი, გაუბედურებული საცხოვრებელი პირობები, შედარებით გავაუმჯობესეთ კი არა და ჩემი აზრით მართლა ბევრი შევძელით რომ გავარემონტეთ, საკუთრებაში მივცემთ ამას უახლოეს მომავალში. მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ იმ დევნილებს, რომლებიც სამხედრო დასახლების კორპუსებში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო აშკარა საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. უხარისხოდ, ძალიან უხარისხოდ გაკეთებულია. თუ მიეყდენი კაფეს გადმოვარდება, ასე ზაფებზე კიდია და იქით ჩამოიყარა. საერთოდაც ძალიან ცუდი გაკეთებული. სადარბაზოებში ჩამოსული წყალი, დაუდევრად გაყვანილი ელექტროსადენები, შეხებისთანავე ჩამოცვენილი მეტლახი, შეშის ღუმელს მიფიცხებული ოჯახები ის რეალობაა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილებს ფასადურად გარემონტებულ კორპუსებში უწევთ ცხოვრება.